უშინ გზაზე მხდებოდა ქართველები ვენეციაში, ნაწილი იყვნენ ტურისტები და ნაწილიც ჩვენი ემიგრანტები. რა თქმა უნდა, ყველას ვესალმებოდი და როდესაც ემიგრაციას უყურებ, როგორ წვალობენ აქ. დიდი ჩანთებით ეტყობათ, რომ საკმაოდ ძიმე სამუშაოზე მუშაობენ. გადატვირთული სახეებით, დაღლილი სახეებით და პატიოსანი გამოხედვით. აი ეს არის ჩვენი რეალობა. როდესაც ჩვენ ესეთი უნიკალური ინტელექტის ერი ვემსახურებით სხვებს უმძიმეს სამსახურებში. კითხვა ისმის რატომ? შეიძლება იმიტომ, რომ ერთი და იგივეს ვაკეთებ და ვიღებთ ერთი და იგივე შედეგს. მხოლოდ ამიტომ. და დროა შევცვალოთ მიდგომები. დროა დავინახოთ სხვა გზებიც ამ ჩიხიდან გამოსვლის. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ერთი ცხოვრება და ამ ერთ ცხოვრებას წლები მიფრინავს. გადის, აწლეულები გადის. და ჩვენ ამ ერთ ცხოვრებას ვანიავებთ. არ ვაფასებთ ჩვენ ამ ერთადერთ ცხოვრებას ამ სამყაროში. და საქართველოს რო იყოს უდაბნო, გასაგებია. საქართველო არის ყველაზე უნიკალური ქვეყანა მსოფლიოში. ყველაფრით. თავისი ხალხით. რატომ?